ვატარებ ექსპერიმენტს. ვაერთიანებ 3 რეცეპტს, რომელიც ამოვიკითხეთ ძველ ბრიტანულ რეცეპტების წიგნში და ვამზადებ ერთ დასრულებულ თანამედროვე სტილის დესერტს. დავიწყეთ. პირველ რიგში დამჭირდება 6 კვერცხის ცილა, გავაცალკეოთ. ეს არის პირველი რეცეპტი, ანუ ვამზადებთ ცილის ბაზაზე ბისკვიტებს. ამოვიყვანოთ ცილა. კვერცხის გულები დაგვჭირდება. ეს რეცეპტი გავს სავოიარდის ბისკვიტების რეცეპტს, რომელსაც იყენებენ ტირამისუს მოსამზადებლად. ანუ ბაზა ერთია, როგორც თქვი, ეს არის ბისკვიტი ცილაზე დამზადებული. დავუმატოთ შაქარი 250 გრამი. ნელა-ნელა ვუმატებ. ცილა კარგად ამოვიყვანეთ. აი ესეთი მყარი კონსისტენცია აქვს. დავუმატოთ კვერცხის გულები. გავთქვიფოთ. ვანილი. და ნელა-ნელა დავუმატოთ ფქვილი. ფქვილი სულ დაგვჭირდება 120 გრამი. ბისკვიტის მასა მზად არის. დამჭირდება გამოსაცხობი ფირფიტა. გამოსაცხობ თაღალთან ერთად და კრემის ქისა. გადავიტანოთ კრემის ქისაში მასა. და გამოსაცხობ ფირფიტაზე ვივცეთ დაახლოებით თითის ფორმა. პრინციპში ესეც ქვია ინგლისურად finger biscuits, ანუ თითის ორწყობილი. ცოტა მოგრძო ფორმა უნდა მივცეთ. ადგილი დავუტოვოთ ერთმანეთს შორის, რადგანაც ბისკვიტი კიდევ ამოვა და უფრო მოიმატებს ზომაში. ვაცხობთ. $180 გრადუსზე 15 წუთით. ეხლა მეორე რეცეპტი. ეს არის ფორთოხლის მარმელადი. აქ მაქვს მთლიანი 2 ცალი ფორთოხალი. გავჭრათ. წვენი გამოვწუროთ. დავუმატოთ 200 მილილიტრი წყალი. და 200 გრამი შაქარი. ავანთოთ ცეცხლი. როგორც კი სითხე გათბება, დავუმატოთ ჟელატინი. ბისკვიტები თითქმის გამოცხვა. სანამ ბოლომდე გამოცხება, მოვაყაროთ შაქარი. მოხდება ბისკვიტების კარამელიზება. სითხე უკვე გაცხელდა. დავუმატოთ 20 გრამი ჟელატინი.
ავხსნათ კარგად ჟელატინი. მარმელადი მზად არის. ვიდუღოს 2 წუთი და გადმოვდეთ. თავარია კარგად გაგრილდეს, გამაგრდეს უფრო მასა და შემდეგ უკვე მზად იქნება გამოყენებისთვის. რეცეპტის მესამე ნაწილი. ნიგოზი დამჭირდება დაახლოებით 60 გრამი. უხეშად დავჭრათ. და მოვხალოთ ჯამში. დავუმატოთ ცოტა ნუშის ფქვილი, იმისთვის რომ უფრო ერთიანი იყოს მასა, დაახლოებით 30 გრამი. დავუმატოთ 70 მილილიტრი კონიაკი. აუკეთოთ ფლამირება, ანუ დავწვათ ალკოჰოლი. მივიღეთ ნუშის და ნიგვზის ბალიში, რომელიც ბაზა იქნება დესერტის აწყობისას. მზად არის, ესეც უნდა გაგრილდეს. ბისკვიტებიც გამოცხვა. ეხლა უნდა გაგრილდეს და შემდეგ ავაწყობთ დესერტს. დესერტისთვის თითქმის ყველაფერი მზად მაქვს. მარმელადი მზად არის, კარგად გაცივდა და გამაგრდა. ნიგვზის და ნუშის ბალიშიც მზად არის. ორცხობილებიც გამოცხვა და გაგრილებულია. აქ მაქვს მოსართავად საკვები ყვავილები, რომელიც სპეციალურად გამოყვანილია იმისთვის, რომ დაუმატო საჭმელში და ბოლოს ვაშლი. მინდა რომ კუბებად დავჭრა ვაშლი და მოვბრაწო. ავანთოთ ცეცხლი, 1 სუფრის ქოვზე შაქარი, ჩავყაროთ და ვაშლი. ვაშლი უნდა მოიბრაწოს, სანამ გალღვება შაქარი. მოვაჭრათ ბოლოები ორცხობილას. ვაშლიც მზად არის, მოიბრაცა კარგად ოქროსფრად და დავიწყოთ დესერტის აწყობა. გადმოვიტანოთ თეფშზე ნიგვზის და ნუშის ბალიში. შევკრათ კოვზით. დავადოთ ჯერ 1 კოვზი ფორთოხლის მარმელადი. დავულაგოთ ორცხობილები. ამოვავსოთ დარჩენილი მარმელადით. მოვაყაროთ ცოტა კიდევ ნიგვზის და ნუშის ბალიში. ზემოდანაც უფრო ლამაზიც იქნება და გემრიელი. და ბოლოს გადავიტანოთ ვაშლი. და ბოლო დეტალი. საკვები ყვავილები. ნამდვილად სამეფო დესერტია, გვირგვინს გავს და მე ვფიქრობ, რომ ეს ექსპერიმენტი ამ უძველესი რეცეპტების წიგნიდან ნამდვილად გამოჩნდა.